რადგან ქალბატონი მანან ავახსენეთ, ქიბარ ხალვაშიც დაცუნ დავახსენოთ ალბათ ქალბატონი ფათი, იმიტომ რომ ამაზეც იყო საუბარი, არის თუ არა ეს სტატუსი, გახდე შენ მაჟორიტარი, რომ ხარ ქიბარ ხალვაშის და. მოგახსენეთ. ცოტა შორის მე ამ ქალბატონს შევხვდი, ჩემთან იყო ურიგში, აი აქ ამ ტერიტორიაზე გავესაუბრე. მას ყველა თვისება აქვს იმის, რომ მისი ბიოგრაფია, მისი წარმომავლობა, მისი გვარი და ყველაფერი ერთად იძლევა საშუალებას, რომ მან კენჭი იღაროს და მას აქვს ყველა შანსი, რომ გაიმარჯვოს. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ აქაც ის რომ ქიბარ ხალვაშის დაიყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პლუსი იყო ჩემს თვალში პირადად. მე ქიბარს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან სიმპათიებით ვარ განსხვავებული მის მიმართ და მე მგონი ურთიერთშორის გვაქვს ეს სანამ პოლიტიკაში მოვიდე, მანამდე ჩვენ ცვლიდით სიმპათიებს, თუმცა ერთმანეთი არასდროს არ გვინახავს. კი, მაგრამ ეხლა საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, ის ქიბარ ხალვაში არ არის რუსთავი 2 სფლობელი რო იყო და მის დროს ეს იყო ბოროტების მანქანა. რატომ მოგწონდათ თქვა და რატომ მოგწონთ ეს კაცი? რა გააკეთა ასეთი გმირული მის ცხოვრებაში? დასვამენ ამ კითხვას. მოგახსენეთ. რუსთავი არის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო, აბსოლუტურად. შემთხვევით და აბსოლუტურად ფორმალურად მე ეს საკითხები ძალიან კარგად ვიცი და ოდესღაც ამაზე ვისაუბრებთ, ეხლა რომ ეს თემა არ გადავიტანოთ. კი ბატონო. მე და ქიბარმა ვიცით, ნაწილი იცის მან, ნაწილი ვიცი მე და ჩვენ გაერთიანებულად ამას ვიტყვით. მაგ ტელევიზიას ყოველთვის აკონტროლებდა სააკაშვილი და როდესაც ეროსი მოახერხა და თავისივე პარტნიორები გააცროა და მე მათ შევხვდი, დვალი იყო ერთ-ერთი თანამონაწილე თქვენ მოგეხსენებათ, ეროსი მოახერხა და ისინი სიცრუით ჩამოიშორა და ძირითადად თანხები აიღო ეროსი. ერთი წამით არ გააჩერეთ თუ შეიძლება. ერთი წამით დააფიქსირეთ აუცილებლად, ესე იგი ბატონი ბიძინა ბრძანებს, რომ მე ყოფილი პარტნიორები გავაცურე და ძირითადი თანხა ავიღე. მიაქცეთ ყურადღება, რა თანხაზე ალაპარაკი არავინ არ ვიცით, რა გავაცურე არავინ არ ვიცით, მაგრამ დააფიქსირეთ ეს თქვენთვის, რომ ძირითადი თანხა მან გააცურა პარტნიორები და ძირითადი თანხა მან აიღო. გავაგრძელოთ. თითქოს ეროსი წავიდა იქიდან, მუდმივად მას აკონტროლებდა სააკაშვილი და ამ ფაქტებს ეს ახლა აღარ არის საინტერესო. თუმცა საინტერესო ახლა აღარ არის, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ ბოლო 5 თვეა მე ამ თემაზე ბევრი ინტერვიუ მოვისმინე ივანიშვილის და სხვა შორის მასთან დაკავშირებული ადამიანებს. თუმცა საინტერესოა ეს თემა, თვითონ რუსთავიურს. გავაგრძელოთ. ქიბარი ნაწილი მანის სისტემის მეორე ნაწილი მე ვიცი ამ საკითხების და ოდესღაც ანუ ქიბარმა რაღაც იცის, ბატონო ბიძინამ რაღაც იცის და ოდესღაც ამაზე იტყვიან. გავაგრძელოთ. ბოლომდე გავშიფროთ. ბოლომდე გაშიფრავენ. ქიბარი მეგობრულად ცდილობდა იქ თქვა. ერთი წამით სააკაშვილი როგორ? გავუშვოთ, სააკაშვილი რაღაც ესე მეგონა რაღაც პროცესში, თუმცა ჩემი პირდაპირ დამოკიდებულება არ მინდა ამაზე მივანიშნო, რომ თავრობას, ახალგაზრდა მთავრობას უნდა დახმარება, ხელის გამართვა, მათ რიცხვში რომ იქ ეროსი ხელს უშლიდა და გაჩერდით ერთი წამით, მოდი ფაქტი დავაფიქსიროთ, რომ მე რუსთავი 2-ის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხმარობთ დამფუძნებელს, მაგრამ მოდი ვიხმაროთ თანადამფუძნებელი ყველა თემაზე. რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, ძირითადი დამფუძნებლები იყო 3. ერთ-ერთი მე ვიყავ, ამიტომ თანადამფუძნებელი ვარ. აგერ ცოცხალი მემატიანეზის ზვიადი გამახსენა თავის თავით. ხო, თანადამფუძნებელი რომელიც იმ მომენტში 94 წლიდან, ანუ რუსთავი 2-ის მაუწყებლობის დაწყებიდან 2004 წლამდე იყო რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. მცირე რამდენიმე თვიანი მონაკვეთის გარდა, დანარჩენი ყველა პერიოდში მე ვასრულებდი პრეზიდენტის და გენერალური დირექტორის ფუნქციებს. ახლა რას ბრძანებს ბატონი ბიძინა, რომ სააკაშვილს კიდევ ერთხელ ოდნავ გადმოწია უკან თუ შესაძლებელია. კი ბატონო, გავუშვათ, ის ამბობს, რომ ხელს ნერვებს უშლიდი მე რაღაც საკითხებში სააკაშვილს. გავაგრძელოთ. სააკაშვილი არ მალავდა ჩემთანაც კიდე ძალიან მეხვეწებოდა რომ დავხმარებოდი რომ როგორმე ეროსი ჩამოეშორებინათ მისთვის. გესმით ხო? რუსთავი 2 და ეროსის სურდა რომ ერთჯერ შემახვედრა ძალით, თქვა, რამდენჯერ მეთხო და არ მინდოდა შეხვედრა ეროსისთან და სულ მუდამ ახსენებდა საუბარში, მე ბერლუსკონი ხო არა ვარ და ბერლუსკონი ხო არა ვერ გავიგე რა უნდა. ეს მე ვახსენებდი, რომ ბერლუსკონი ხომ არა ვარ, მასთან საუბარში ძალით შეხვდა სააკაშვილს. და ეგ როგორ მეთქი კაც ხო ჟვანია პრემიერ-მინისტრი. მე რა რო ჟვანია, მაგას აქვს სურვილი და მოგეთ ეს პროცესები იყო და მე არ გამოვრიცხავ რომ ქიბარ ხალვაშმა მეგობრულად რაღაც პოზიცია დაიჭირა, რამდენადაც ისიც გრძნობდა და სურდა რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და მხარე დაიჭირა მათთვის რომ როგორმე აღშენებლობა დაწყებულიყო ჩვენი ქვეყნის და თქვა იგივე ეროსი ჩამოეშორებიათ, რომელიც თქვა თავს აგეზრებდა სააკაშვილს პრემიერის პოსტის თხოვნით. გაჩერდეთ ერთ წამს. რა გაიგეთ ახლა თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მან და ქიბარმა რაღაც იციან, სააკაშვილს თავს ვაბეზრებდი მე პრემიერ-მინისტრობის მოთხოვნით და სააკაშვილი ქიბარს და ბიძინას ეხვეწებოდა მომაშორეთ თავიდან ეროსი.
ანუ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი, თუ თანადამფუძნებელი, როგორც გაგეხარდებათ, პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნით მის თავიდან მოშორებაში მონაწილეობდნენ ბიძინა ივანიშვილი და ქიბარ ხალვაში. ესე გამოდის, რასაც ბატონი ბიძინა ბრძანებს ახლა ამ საუბრიდან. რამე სხვა ხო არ გამოდის ამ საუბრიდან. თუ სხვა გამოდის, მე კითხვებში მოვისმენ ინტერესით. გავაგრძელოთ. შესაძლებელი ამ პროცესებში და ამ პროცესები დაიბნა ქიბარ ხალვაშიც. ქიბარ ხალვაში ამ პროცესები დაბნეულა. თქვენც რაღაცა მაგდაგვარი მოტივი ხომ არ გამოძრავებდათ, როცა დათმეთ პრაქტიკულად მეცხრე არხი. მეცხრე არხი მე აბსოლუტურად ჩემით, მე მაგას როგორ გამიმბედა. თქვენი სურვილით, მაგრამ დათმეთ ესე გამოკიდებულება კარგია რომ შემახსენეთ. და სხვათა შორის იქ ბრუნდები მე და როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. ძალიან საინტერესოა, მოусმინეთ პროექტი. სათადარიგოს ესე ვეძახდი, თუმცა ჟურნალისტებს ძალიან წინდათ ბატონო ბიძინა მეხვეწებოდნენ უდაგვეძახეთ ესეც და უდაგვარქმევ. მაშინ როდესაც რუსთავი 2 იყო და ძალიან კარგად აკეთებდა და ართმევდა თავს მოგეხსენებათ იმ პროცესებს და იმ პერიოდს, როდესაც რუსთავი 2 ძალიან აქტიურად იყო ოპოზიციური ტელევიზია. ეს რაღაც ანუ რუსთავი 2 მაშინ როდესაც მეცხრე არხი სათადარიგო იყო და რატო იყო სათადარიგო ვერავინ ვერ ხვდებით, აქ ჯერჯერობით აზრი არ აჩანს. სათადარიგო იყო, მაშინ რუსთავი 2 ძალიან კარგად ართმევდა თავს. ამ რუსთავი 2-ს, რომელიც ძალიან კარგად ართმევდა თავს, ხელმძღვანელობ მე. ხო არავის დაავიწყდა ეგ ამბავი. რაღაცა ბოლო პერიოდში ისტორიის გადაწერა მიდის და ხო არ წამშალეთ არა, მე ვიყავი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მაგ მომენტში. გავაგრძელოთ ახლა, როცა კარგად ვართმევდით თურმე თავს. იმას, რასაც ბატონი ბიძინა ფიქრობს, რომ კარგად უნდა გაართვა თავი. გავაგრძელოთ. ხდებოდა და ამას ვთქვათ, აღარ გაუგაო. რაღაც ამბები ხდებოდა, რომელსაც ხას აღარ გაუცნობს. სადაა ისევ რომ ვთქვათ, ქალბატონი ირმას არ ესმის რაზეა საუბარი, მე მესმის რაზეა საუბარი, ამიტომ ის ფიქრობს, რომ რევოლუციის მომზადება იყო ის, რაზეც ახლა ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რაღაც ამბავი მზადდებოდა. სინამდვილეში სხვა რაღაც ხდებოდა, რომელსაც ბატონი ბიძინა აქვე არ ეთანხმება ქალბატონ ირმას და აგრძელებს თავის აზრს. რაღაც მზადდებოდა. კარგული იყო რუსთავი 2-ის ობიექტურობა და რაღაც პროცესები. რომ დარღვეული იყო რუსთავი 2-ის ობიექტურობა და რაღაც პროცესები იყო. და მუდამ ვამბობდი, რომ თუ საფრთხე დაემუქრა თავისუფალ ტელევიზიებს, ჩვენ ვიქნებით გამზადებული, მომართულნი და პროცესებს გადმოვიტანთ ჩვენზე. არ დაგვჭირდა ჩვენ, ესე განვითარდა პროცესები, მოხდა რევოლუციაც, მოხდა შეცვლაც ხელისუფლების, ამის შემდგომ ანუ ერთი წამით გავაჩეროთ აქ. ბატონი ბიძინას პოზიციით გამოდის, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის დაარსა მან მეცხრე არხი? აი ამ საუბრის ლოგიკიდან? მე არ ვიცი. თუ ესე გამოდის, ძალიან ცუდი. თუ ესე არ გამოდის, მაშინ რატო დაარსა მეცხრე არხი, რომ რუსთავი 2-ის ობიექტურობას რომ რამე დამუქრებოდა, მას სათადარიგოდ ყოლოდა, ქონოდა ტელევიზია. ეს არის ხო ლოგიკურად? ან ეს უნდა იყოს, ან ეს უნდა იყოს. რატო და ამის შემდეგ რატო მოხდა კარგი ამბავი? თუ რევოლუცია კარგი ამბავი იყო, გავაგრძელოთ ახლა ეს ისტორია. ჩემი თავი დავადანაშაულო რომ გაჩემი გამოუცდელობით პოლიტიკურით, იმიტომ რომ მე ანალიზს არ ვაკეთებდი. რო ანალიზი გამეკეთებინა არ შემეშლებოდა. რატომღაც დამოკიდებულება მქონდა ესეთი, ოღონდ პოლიტიკა არა და აფარებული მქონდა შეთი რომ აი პოლიტიკას არ ვეხებოდი, თუ ანალიზს დავიწყებდი, აი გამაანალიზდა და 2-3 თვეში ხელა ყველაფერი გავიგე ხელისუფლებას. ეს გაანალიზებულია. ეს კარგი ანალიზი გავაკეთე დღესაც რო ვერ ვცვლი. არ მაინტერესებდა, არ ვერეოდი პროცესებში და ეს იყო ჩემი შეცდომა. ამიტომაც მე შლებოდა და ვიფიქრე რომ როდესაც მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ვთქვი რომ ნანატრი ხელისუფლება მოვიდა და ეხლა როგორ ვიკადრო რომ სათადარიგო ტელევიზია დავიჭირო კიდევ და დაუსაფრთხე ამათ. ვინც მინდოდა მოვიდა, ამიტომ მე მორალური უფლება აღარ მაქვს სათადარიგო ტელევიზია შევინახო და განუცხადე ესე შევკრიბე ჟურნალისტები. ანუ ვინც უნდოდა ბატონ ბიძინას მოვიდა 2003 წელს ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში და მას არანაირი სურვილი და ვალდებულება არ ქონდა რომ შეენახა სათადარიგო ტელევიზია და ამის შემდეგ მან გააკეთა ის რომ ეს ტელევიზია დახურა და პირადად ჩემთან შეხვედრის დროს ეს ტელევიზია გადმომცა როგორც რუსთავი 2-ს გადასცა ამ შემთხვევაში ჩემი სახით თავის უძრავ მოძრავ აქტივ სიხშირეებით და ყველაფრით. არა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არა სააკაშვილს, არამედ 2004 წლის დასაწყისში ეს ტელევიზია და თუ ვინმე უმუშავია მაგ პერიოდის მეცხრე არხში გაიხსენოს როგორ მოხდა, გადმოსცა მთელი თავისი, ესე ვთქვათ, ქონებით, როგორც მადლიერება იმისათვის, რომ რუსთავი 2-მა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, შეინარჩუნა ობიექტურობა და არ მოხდა ის რაღაც, რომელზეც ბატონი ბიძინა საუბრობს. აი ეს რაღაც რა იყო? ამ თემაზე ის რამდენჯერმე საუბრობს და ეხლაც ბოლო პერიოდშიც ეს ახსენა. გავაგრძელებ, დავამთავროთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსთავი 2-ს სრული
სრული ტექნიკურ პერსონალთან დაკავშირებით მისი თხოვნა იყო, რომ თუ რომელიმე მათგანი ჟურნალისტების ჩვენთვის ესე ვთქვათ საინტერესო იქნებოდა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მახსენდება იმ შემადგენლობიდან, დღემდე რუსთავიორში მუშაობს დილის ეთერის საინფორმაციო წამყვანია. კინკლაძე მე მგონი ხო, თუ არ მეშლება. გაზდელიანის გარდა კიდევ. ანუკა კინკლაძე. გავაგრძელოთ. იყვნენ და უთხარი რომ მე აღარ მაქვს მორალური უფლება რომ კიდევ ვთქვათ ფეხებში უყურებდი ამათ რომ ოდესღაც შეეშლება და მე ოპოზიციაში გადავალ და ამიზეზი დახურა და ამიზეზი დახურა მან ტელევიზია შემდეგ სააკაშვილმა თხოვა რომ ეროსი ნერვებს უშლის და შემდგომ მას და ქიბარს თხოვა რაღაც სააკაშვილმა და ეს რაღაც სააკაშვილის თხოვნისგან იძულების წესით ბიძინა ივანიშვილი მე რამდენჯერმე ხვდება, თუმცა ძალიან არ უნდა შეხვდე. რომლის დროსაც თურმე მე ვეუბნები, რომ მე არ მინდა ვიყო ბერლუსკონი. რომლის შემდეგაც ის მსჯელობს, რომ მე არ მინდა ბერლუსკონი ნიშნავს იმას, რომ მე მინდა პრემიერ-მინისტრობა. ეს არის მისი დასკვნა. სინამდვილეში ჩვენი საუბრის აზრი ამ შეხვედრის დროს იყო ერთი, რომ როცა ჩვენ საუბრობდით პასუხისმგებლობაზე რევოლუციის შემდგომზე, მე ვამბობდი, რომ მე ტელევიზიისაგან დისტანცირება უნდა მოვახდინო რაიმე საშუალებით და სხვა შორის ხას უსვავ, მაშინ იქნა გამოცხადებული ეს რამდენჯერმე ინტერვიუში მე მაქვს ნათქვამი, რომ რუსთავი 2-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის სურვილი გამოცხადებული მქონდა მე. და აი ამ სურვილის ტრანსფორმაციის სურვილში ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა მზადყოფნას მხარი დაეჭირა. არა ეხლა როცა მეცხრეებთან დაკავშირებით ის ამას აცხადებს, არამედ მაშინ იყო პირველად ესეთი მცდელობა. დისტანცირება მომხდარიყო პოლიტიკურად იმ მომენტში, რომელიც მე იძულებით მოხდი პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოში, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის დისტანცირება მომხდარიყო მედია საშუალებისაგან.